მოკლედ მოსულები ვართ ჩვენს ბინაში და ეხლა რაღაცებს ვარჩევთ, წყვეტთ რა და როგორ ჯობია. მოკლედ ესე იგი ეს იქნება აბაზანის კედელი, ეს იქნება აბაზანის იატაკი, იმედია რომ ხდება ერთმანეთს, მაგრამ ცოტა ეს ღიაა, ხო? ეს ისე შემოსასვლელში ხარ გავაკეთოთ. ბატონო, ვიფიქრე, თუნდაც დავამატე. მიხაურში, ხე? ეს უნდა დავამატე. ეს და ეს ხო ხდება ერთმანეთს? რა. აბა? ეს ორი. ეს და ეს, ხო? მიცადე. ანუ ეს რო გადავა ამაში, ხო? ეს შემოსასვლელში. მაგრამ ეს პრიალა როა, რომელი ჯობია? პრიალა. მოსახმაროთ. ეს იქნებია. კი, აი ნახე ეს ზუსტად ამის ფერია. და ლამაზი გადასვლა კი. ანუ ამას უნდა დავამატო ხა 9 კვადრატი მაშინ. მიხაურში უნდა გავიდეს სასწრაფოდ. რო ვიყიდა, რო შემოსასვლელში გავუშვით, კუხნაში. ხო, და ტუალეტისთვის სხვა, ხო? ხო. ნეცი ფიქრე ვარიანტი თუ არის დარჩენილი მიხაურში ხა. აქციაში აღარ იქნება, მაგრამ არ უშეშავდი. მოგეწონა ხო შენ? მოგეწონა ხო შენც ეს? კი, ძალიან მოიწონა. აი ის რა ვიცი. აი ეს. იმას რაღაცას ამ კუხნის იმასაც მოუხდება რა? კი. კუხნის იმას. ანუ ეს არის კუხნის სამზარეულოს ეკრანი. ედელი რა. ხო, მაგრამ ეს ლაშა უჩემოთ არჩია. ეს უმრეც მე ამიტომ მე ცოტა პრეტენზიები მაქვს. მაინც ხო კაი არა უშავს. ეს სეთია. ლამაზია კი უბრალოდ. აი ესე მინდოდა რომ ცოტა ისეთი ყოფილიყო ბაცი რა, ბაცი ფერის და ეს არის ძალიან მკვეთრი. ესეთი მკვეთრი დიდად ხო მე არა ვარჩევდი ალბათ. მაგრამ ლაშა მარჩია. იმ დროს მარტო იყო წასული და ყველაფერს მითანხმებდა WhatsApp-ით, მაგრამ ეს არ შემithანხმდა. ხო, აი ამას უნდა რაღაცა უხერხოთ ამის იატაკს მაშინ ვერამადეს. მაშინ ტუალეტის იატაკი დაგჭირდება. მაგრამ ეს აი აბა კიდე ერთხელ მოდი შევქნათ. ანუ ეს იქნება შემოსასვლელში და სამზარეულოში, იმიტომ რომ გაერთიანებული. ახლა ეს როგორი რაღაცა სხვადასხვა შუქს სხვადასხვა ეხლა კი ვედი ვარდისფერია. ხო, რაღაცა ბეჟის ფერს გავთქვა. აი და კამერაზე მაგა ბეჟის ფერია და სინამდვილეში მოვარდისფროა. ფაღია. ესე იქნება. აუ კამერაზე ყველაფერი მოგაჩვენ სინამდვილეში ეგრე არაა. ღია ბევრად. მაგრამ ეს აშკარად უხდება ამას, ზუსტად მაგის ფერია. ხო, რაღაც მიხმა ქონდა. აი, ეს სამზარეულო. ლაშა რაღაცა შვება და არ ქნათ. სამზარეულო და იატაკი ვფიქრობ თუ ხდება თუ არ ხდება. საბოლოო ჯამში წესით უნდა მოუხდეს. ნახა, ესეთი იატაკი, ესეთი თეთრი მაინც არ მინდა. ხო, ვიცი. შეიძლება და აი ის რო არის, უფრო მაგ ფერში კიდე, უფრო აი ამაზე უფრო მუქი რო ყოფილიყო, გვენახა. და ეს ხო. ეგრეთ შეიძლება. მომიფიქრე, ეს რაღაცა აღმოჩნდება პოლიტიზმის მიხაურში მოვედით ამჯერად. ვარჩევთ კაფელს. აბაზანის იატაკისთვის. მოკლედ ეს იატაკის ფილები ვიყიდეთ თავდაპირველად აბაზანისთვის, მაგრამ მე გადავიფიქრეთ და გადავწყვიტეთ შემოსასვლელში და სამზარეულოში დავაგოთ, ამიტომ მოგვიწია დამატება ფილების. ეხლა დაგვრჩა აბაზანის იატაკი და თავიდან პრიალა გვინდოდა, მაგრამ მე გადავიფიქრეთ. მაინც საშიშია ფეხის მოსრიალება და რაღაცა, ამიტომ ვფიქრობ მატის ფილებს ნახავთ, თორია ფერიც შევუხამოთ.
ფონი მექნება ხოლმე. როდესაც აივანზე ვიქნები. დავიწყეთ მორიგის არემონტო ვლოგი. მოვედით ახლა დომინოში. აი და ახლა დღეს არ ვყიდულობთ არაფერს, მაგრამ უბრალოდ დათვალიერება გვინდა, რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა ბატარეებთან, რადიატორებთან დაკავშირებით. არ ვიცი, ჯერ ვერ გადაგვიწყვეტია როგორი გვინდა, როგორი ფორმის და სტილის. და ახლა დავათვალიერებთ ყველაფერს, რებია, რაფასებში და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, თქვენც თან წაგიყვანთ. ნეტები უკვე შეძენილი გვაქვს. კიდევ კაი ხო? ხომალში ფლამინატებს. ყველგან ერთნაირს ვაკეთებთ სახში. ერთ სტილში, აი აქ არის რადიატორები, როგორც ხედა. აი ეს იყო. აი ეს არ არის? ხო. არა, ვიტრინას არა. ცოტა შორიდან გადავიდეთ. ესეც დაგჭირდება მალე. ფიქრობ. შავი არ გვინდა. თეთრი გვინდა. კონდენსიონერები რა კაია, როდის ვიყიდი. უი, ესენი ლაშა, ესეც ხოსაყიდელი გვექნება. ესეც ფერები. დავარჩიოთ რომელი ფერი. აქ რას უყურებ? თეთრს. ეს დაიჟანგება ალბათ. ტუალეტში ხო იცი? აი, თეთრი უფრო მოვხდება მართალი ხარ. აი, ესენი. ხო, აი ეს არის კლასიკური, ნახე მოყვითალოებიც არის, მაგრამ თეთრი ჯობია. ხო. არის ეს ვარიანტი. აი ესეც არის, აი ესენი. ხო, აი. რამდენაირია. აი ეს პრინციპში სულ ეგეთებია, წეღარაც ნახეთ. ხო. ესეც რაღაცა ლამაზია. როგორი გვირჩევნია ეს დახურული მთლიანაცა და თუ აი ეს ცოტა ისინი რო აქვს. ჰაერის იმისთვის ხوارჯობია ესეთები. არა, დიზაინია. ეს არის 60-40 თლიანი, ის 90 ლარი. აი აქ ფასებს ასაც უყურებ. რა ერთი ცალის, ხედავ პატარა. ეს ერთი ცალის. ხო. შენ ამისკენ უფრო მიგიწევს გული? მიწევს არა. მიწევს იმიტომ რომ დიაფია და მეორე ვიფიქრე რომ თიან დახურულია გასაწმენდა და რაღაცა უფრო მარტივი იქნება. სილამაზით ეს ჯობია, მაგრამ. ეს ჯობია, ხო? ხო. მაშინ ისეთი უნდა. ეხლა ეს რო ვიყიდეთ. აი ისეთი უნდა იყოს ბოლომდე დახურული თუ ის ზემოთ ფარფლები. მე მგონი ბოლომდე დახურული უფრო ლამაზია, თუ სხვა ფერი ის არა აქვს პრიმუშისტო. აი ესეც გაზრობებია, ეს ფერადები? მე როგორი ფერადებია, მაღლები. და აი იქით, აი ესენი. ეს რაღაც, აი ეს ძველებურ სტილშია, ნახე. ეს ძალიან ძვირებია. ეს არის რაღაც ძველებური სტილი. ადრე კომუნისტების დროს რო იყო ეგეთი. მაგრამ ხედავ როგორი ფასი დაედო. მაგრამ ეს რაღაც ვინტაჟური სტილია. ჩვენ ეგეთი ვინტაჟური სტილი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს თანამედროვე სტილი, ამიტომ გვირჩევნია ან ეს, ან ის. შეგვიძლია ისიც ავიღოთ, შეგვიძლია ისიც ავიღოთ. ასე კიდე რა შეისკინა არის. და ეს? ეს ალუმინი. და რომელი ჯობია? ალუმინი. მაშინ ეს. მალეთება. გადაწყვეტილი. სოლაშა გაიჭალიჭე. ავიღოთ ეს და მე ვფიქრობ, რავი, აი დაფარული რო არის, ის ყველაზე კაია. ჩამოყალიბდით, ამაზე ჩამოყალიბდით, აი ესეთებს ავიღებთ სავარაუდოდ, როცა მაგის დრო მოვა.
კარგად είναι დათვალოს ლაშამ რამდენი გჭირდება და როგორი ხო რამდენი და როგორი და საჯობია ყიდვა. ეხლა რო გვაქვს პლანში იმას გავს. იცი როგორ აი რაღაც კედელზე ერთ კედელზე კი და დანარჩენ კედელზე ესეც საწოლია მაგალითად იქ შეიძლება. მთლიანად არა. თენს ერთი აი თქვი სადა მინდა შეიძლება ერთი კედელი იყოს. აი ესენი მომიგება? რომელიმე სპანი. არა ლაშა ნახო გეუბნები სადა მინდა მეთქი. ანუ მე მინდა აი რაღაცა ესეთი აი ეს რაღაც ფერი სხვა. ესეთი? აპილოსფერი უერან და. ეს რაღაც მუქია და მაგას აი ეს ჯობია. აი ეს რა ლამაზია. აი ესეთი რაღაც ვარდისფერი მინდა, აი ღია ვარდისფერი ბავშვების ოთახში შეიძლება. ესეთი. ეს სადა ჩვენ სპანიაში ყოლ გავაკეთოთ. მინდა? ხო, ანცისფერი ან ღია მწვანე, რაღაც ეგეთი. ეს თუნდაც კაი ფასია წავიღო პალმი. პალმისთვის? უკვე, ვაიმე. ისე გადავიფიქრო. არა, მოიცით, სფერის პალმა არ ვიცი, მინდა თუ არა. არა. სალაში? ეს ხაზები რაღაც არ მომწონს. ავეთ, მაშინ. ჯერ არა. აი მოდი ერთ წამს. აი მე ვამბობ აი ესეთ სტილს რა. მეგეთქი შენ როგორი სკოლერი გინდა? მიდი აბა. შენ რო არ იყო მე და არა, მე რო არ ვიყო, არა, მე ვიქნები. აი დაახლოებით ეს ვარიანტი არის. შედასახად. ხო, აი ეს ლამაზია მართალია. ეს შეიძლება კი. ან ესეთი და ან ძალიან სადა, ხო? შეიძლება ეგეთი კი. აი ესეც ამბობ. კი, ესეთიც, აბა მენახე. მაგრამ მარტო მაინც შენ არ იყიდო. ეს ძალიან თეთრია მგონი. კი ლამაზია ეგეც, მაგრამ ეხლა კამერაზე არ ჩანს. აი ესეთი ისინი არის და იმე რაღაც. არა, ესეთი ყვითელი რაღაცები არა. აი ესეც კაია. აი ესეც. ხო, აი ეს ძალიან კაი. რაღაც ეგეთი მინდა, რა იცი როგორ ეფექტი რო ქონდეს შეღებილის რა. აი ამას ამბობ. არა ესეც კი. ეგეც ორნამენტებია ბევრი. აი ამას ამბობ. აი ამასაც ვამბობ სხვათა შორის ეს შეიძლება ვიყოთ რაღაც ფერი მე არ მომწონს. არა ეს ფერი არა, ესეთი სტილი ვიყოთ სხვა ფერი, ხო? აი ამას ამბობ. შეიძლება გწონს ეგენი. აი ეს პალნა თვეს ძალიან არის. როგორი გინდას? კაი ხო ეგ ძალიან იყო, გეთანხმები. მე ძაბას პალნა შენ როგორ წარმოგიდგენი? აი ესეთი ნიჟარებიც მომწონს სხვათა შორის. ესეთი დასადგამი ნიჟარებზე ვფიქრობ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, მომწონს რა ფოტოებში რომ ნახულობ ხოლმე, ლამაზია. ესეთი პატარა ტაშტებიც რო არის. და ეს ფერადებიც რა კაია, მაგრამ ალბათ ძალიან დაისრება. ეს შავები ძალიან ცუდი არის, ვიცი, ეგ გაანიშრება, თეთრ ლაქებშია. ხოლმე ისევ თეთრი მიჩვენია, მაგრამ ესეთი ფერებიც ლამაზია. ლუკმა არ ჩამიდია დღეს. აი აქ რაღაცნაირად. აუ აი დიდი ვენტილატორია. კარები მომდენ. მოდი, აი დაახლოებით მაინც ნახოთ. აი როგორი კარები გვინდა. აი ეს მომწონს, მაგრამ ეს შავი სახელურები არ მომწონს. აი ესეც კაია. მაგრამ ფასები ცუდია, ხო? მოიცადე? კიდევ ნახოთ. სხვები. ეს ახლა ძალიან მოჩუქურთმებულები არ მინდა. ეს ასაბნიაკი რომ ექნება, მე მასეთებს ვიყიდი. ჯერ შევით არა. აუ, აი ეს ლამაზია. აი ეს ვითომ, ეს ლამაზია, ხო? მაგრამ ეს მოლდინგები თუ გვექნება სახში, იმას მოუხდება.
ესეც კაია. ვინახე ოქროს ფერში. მოკლედ, აი ესეთი თეთრი კარები მინდა რა, ხვდებით, რაღაც კლასიკური სტილის კარები. ну ესეთი სადაც შეიძლება, მაგრამ უფრო მეტად აი უფრო ესეთები მომწონს რა. რაღაც ეგეთი. ო, ვაშა შენ? ან ესეთი ფერი, ან ის თეთრი. ესეთი კარებები მომწონს ოთახებისთვის. თეთრიც რამდენია, მოკლედ მაგის დროც მოვა. ავიც რატომაც გადაწყვეტე დუში ჯერად. აუ, ხომე და კაია, სასაყვარლობა. ფასიც სასაყვარლობა აქვს. არა, ეგეთები დაბალ ფასია, აი. აუ, ეს კაია. ეს გაჩერდება დაბალ ფასია. ამის გაკეთე. არა, მე არ ვფიქრობ. მარტო წინ შესასვლელში. ჯვირი, ეს კაივანები. ეს ახლა ვანაცარო ჯაკუზები. ჯაკუზები ესე. აი ეს ისეთია, ნახე ჩადგმული. ზემოდან რო ადგას კი არა, რომელი ჯობია. ესე რო დგახარ თუ ეს ამობრცული როა და რო ადგას ზემოდან. ხო, იქ არის ჩაწყობილები, თავისი მეებით, კარადებით და რაღაცები. სარკეზე ის გავაკეთოთ. იცი რა, სპეციალური ის რო არის ნათება და იმას რო იშრობს. იცი? არა, მე გეტყვი სადღაც. ორს რო იშრობს, ეგეთი არის რა. აი ესეთი ნათება. აბა. ეგ როგორია? ნათურებია. შენ თვითონ შიგნით რაღაცაა. ამაზია. მაგრამ რაღაცნაირი. ეს სარკეა ხო? თითქოს ის არის. თვითონ შიგნით ცივციანი. შუშა არის. ხო, აი, აბა რომელი ჯობია, აქ რო იბან ხელს. თუ აქ რო იბან ხელს. ეს რაღაც ძალიან დაბლა. ეს ცოტა მაღლა. არ ვიცი. დაბნეული ვარ, მეგობრებო. როგორი სტილი ჯობია ესეთი თუ ესეთი? ფერზე არ ვამბობ, ანუ სტილზე ესე დადგმული ნიჟარები თუ ჩადგმული. ჯერჯერობით არ ვიცი, ესეც გადასაწყვეტი მოქვს. და ფერიც, რა ვიცი, კლასიკური თეთრს ვფიქრობ, მაგრამ იმდენაირია, უკვე თვალები ამიჭრელდა. აი ესეთი სადა ფერიც არის, რაღაც მონაცრისფრო. ისე რომ იცოდე, აი ესეთი რაღაც მინდა აუცილებლად, მაგრამ ჩვენთან დაეტევა? ეხლა სარიცხი მანქანა სხვა აღარ ვდგავთ. ჩვენ ხო ესე გვეგონა რომ აქ სარიცხი მანქანა იქნებოდა და აქ ისა. აი მაგიდა მინდა. იქეთ ექნება მაგიდა იყოს ხო, თორემ მაგიდა კაია მაინც. ჩემი აზრით რა ვიცი. აი ესეთებიც სასაყვარლობა, რაღაც ესეთ დგას და აქეთ მაგიდა. ეს სხვა ფერი, ეს ის ფერი არა აქ. ეს? ო, ისე. არა, მე არ მომწონს ეს. ეს კაფელი. რაღაც შავი ბოლივით აქ. ხო, ძალიან ლამაზია. მე არა, დიდათ არა. მე მგონი ეს არ მოხდება ჩვენი. ნუ, ხომასალა. ხომასალა, ეს ლამინატი ხორა. აბა, კიდე სად არის კაფელები? აი ეს მაშინ რო ვნახეთ ის არის. მაგრამ არა. ეს კინაღამ ვიყიდეთ მაშინა და მე ფოტოზე რო ვნახე არ მომეწონა და გადავიფიქრე. სინამდვილეში უფრო ლამაზია. მოდი აქ ვნახოთ. აი აქ. აბა, ესე იგი ვანის იატაკის კაფელი გვაქვს დარჩენილი და მაგას ვეძებ და ვერ ვიპოვეთ შესაფერისი რომ შევუხამოთ ჩვენს იმას. ლაშა ეს? პატარა ეგეთ პატარა. ფერი კი უხდება იმ.
აი ეს ლაშა. ეგეთ პატარები დავუწყობ რა. ხო არა, პატარები არ მომწონს. რაც ეს ზომა არის, აი ზომა არის. ხო, აი ეს კაი, დიდები. არა. არა, ადი უფრო დაბალ ფაშტი. აი ხა უკვე სხვანაირები მომწონს. ეს მომწონს. ჩვენ სამზარეულოს გავს ეს. და ხო, ისე კედელი მაინც პრიალა უფრო მომწონს. აქეთ სხვა რაღაცებია, კან. იცისა, საწავიდეთ, და ნოვაში მოვაწავიდეთ, იქნებ მაგის შესაძფენის ის ვიყო, მეტლა. აი, მაგრამ ნოვა ხო შორს არის. გაუგუო, აი, გავიდეთ. აი ზან, თითქოს რა ვიცი. უკვე დავად. ჩვენ ისე მოდუსში ვართ. ვაგრძელებთ ძიებას საუკეთესო ინტერიერისთვის რაღაც მასალების დათვალიერება გვინდა. ფოტოში მოგაჩვენს ისე ლამაზია. მოუხდება ნეტა იმას. აი ესენი შოთიშორის იმ ფერებში აქვს ზუსტად ეს ჩხაპები, აი ესენი ძალიან გავს. ისე ამათ ხო აქვთ ის ფილა, რომ მოიტანო და მიადო. მოდი ნახოთ. აი ეს მოყვითალოა რაღაც ესეთია. აი ესეც კაია. ხე ძალიან კაია ესეც. Okej. Vad Anes. Anes. Lasha. Ai ნახე ეს ანესეც კაია. ეს ანეს. ეგეც მომხდება. არა? ის ძალიან დიდებია, ხო? ხო. აბა, კეთნო, ხო. აგონი ვიყავით. სიმაღლე იგივეა, რაც იმ კაფეს ასნაბიდი გვაქვს. სიგზეში არის მეტი და ეს ზომა ძველი. ხო, ნახოთ, იქნება ზომა. ამ ზომაში მოგვეწონოს. ნეტა ეს არ მომხდება, ესეც მომწონს. აი ჩვენი, აი. ხო. აი ეს არის ჩვენი კაფელი იმის ტუალეტის და ეხლა ამას გვინდა რომ რამე ისეთი შევხვამოთ რა. რომ ამას უხდებოდეს. წამოვიდეთ ჩვენი დილა და ეხლა მივადებთ სხვებს და ვნახოთ, აბა იქნებ მსგავსი შევარჩიოთ. გვინდა რომ ერთი იყოს სხვა ფერი, ერთი კედელი. ახლოდან ის არის როგორც ჩვენი. ხო, რა, ყოველთვის რაღაცნაირად გონია რომ ცუდია და მე რომ ვუყურებ მარც ისეთი ცუდია. დამაპანიკა ამ ბიჭმა მე არ ვიცი. არ მოწონს თვითონ. აი ეს რა არის? რაღაცა ზაღია? ნაშას უნდა მაინც აი რაღაცა ისეთი. აქ. აბა. ხო. თითქოს ეგ არის, თითქოს არა. აბა წამოიმაზე ვნახოთ და კიდე რამოდენიმე ნახოთ კიდე. ის ცოტა მოყვითალოა მართლაც, როგორც აღვიქვიწერა. უსტად ეგრე გამოდგა. რომელი? აი ეს ვარდისფერი? აბა მიადე წავს, ძალიან ვარდისფერია. ხო, ეს იმენა ვარდისფერი, ეგეთი არ გვინდა. აი აქ არის დეკორები, მაგრამ ესეთი დეკორები კიდაც არა. ძალიან რაჭრელდა შეგრე, აბა. ხდება მე მგონი. ნელა ვიმე. არ ფრიჩამო. აბა.
ამაში თითქოს დიდი განსხვავება არც არის და აბა, ეს უხდება მე მგონი. რაც ერთიანობაში არ უნდა იყოს ცუდი. აი ეს მომეწონა ძალიან უხდება იმას ჩვენსას, ჩვენ კაფელს. ანუ ელიავაზე მივდივართ? ჯერ ვერ ვიყიდეთ ვერაფერი, უბრალოდ ვათვალიერებთ. და ვამოწმებთ. ძალიან დაწყო. ეხლა შეეყიდეს რამე ცივს. გვირილის არისო? მანგოს. მანგო ანანასი. ნოვაში მოვედით. ნახოთ აბა აქ რა ხდება, აქ არ ყოფილვართ. მე არ ყოფილა ყოველთვის. ნოვა. აი ესეც. ეს რამდენად მეცნობა. ჩვენ იმას გავს, რაც გავს. ტუალეტის კაფეს. აქ როგორ ნახეთ ვარდისფერები იქ არ იყოს. თითქოს აქ ბევრი არჩევანია უფრო. აბა ხალხო ელიავა. მაინც მოხდით ელიავაზე. ბოლოს და ბოლოს. წერეთელზე როგორ ავიდე? აგლაზაზე. წერეთელზე მივდივართ საწყობში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს შევიძინეთ მეტელახი იმის აბაზანის იატაკი. ძლივს ავარჩიეთ. მაგრამ მართლა ისეთი როგორიც გვინდოდა, მართლა მოგვეწონა და ამიტომ შევარჩიეთ ისეთი მატი. ცოტა რაღაც ზედაპირზე ისინიც აქვს, ხაოები თუ რაღაცეები, რომ ფეხი არ მოსრიალდეს. ეხლა მოკლედ მივდივართ საწყობში. ტროპიკალი. Камшия. Рагачама. Молодец, сацкопши. Куда идеба давдо? არა, ხუთივე გაიდება. სიგნალს გადმოწევ და ასე რაღაცა. არ უნდა ისე წავარსები. თბილისივი ჩაიდალია. ეს გეგმა შესრულებულია მე მგონი, ხო? რაი. Хаваш. Алло. Ото. Ну, я думаю. Фу. Кайдай. Мисიც ხეში დარჩე ხარ ავარია. ლიოს. Gled წამოვიდეთ. ჩემკანაზე ლიო არ მოეწონა. წამოვიდეთ. ესეთი ფერის მეტალახი. ნაშა დღეს გეგმა ხო შევასრულეთ. თქვი ახლა. ეხლა დაგვრჩა შპალერები, ხო? შემდეგ შპალერები და გათბობები და და თუ გადავწყვიტეთ აბაზანის ერთი კედელი სხვა ფერში გავაკეთოთ, ეგეც თუ გადავწყვიტეთ, მაგის მეტლახით საყიდელი გვექნება მაგის კაფელი. მაგრამ ნახოთ რა, შეიძლება დავტოვოთ ეგრე. მოვიფიქრებთ კიდე. სწორე ძალიან ავტოვდით. ძალიან რო არ ავაჭრელოთ აბაზან, არ ვიცი თან მეშინია. არა და შეიძლება ეს ფერი არ მომწონსო ძალიან სადა არის და რა ვნახოთ. აუ რა მტვერი. მეთქო დაიქოქე. ქოქოქ. გაიგო ჩემი ლოცა. შორზეში გავჩვედით არ იქოქებოდა მანქანა. აი მე გვერდ ხა სახამდე მიგვიყვანა ისე რომ არ გაჩერდეს. აღარ გააჩერო, აღარ გამორთო რა. არ ჩააკროფს.
თქვენი გადავჭით. დასაბამია. მართა მანქანას და არ იქოქებოდა შუაგზაში სვეტაფორზე. მაგრამ გაიშვა. მოკლედ ვიყავით, მოვიარეთ სხვადასხვა მაღაზიები ნოვაშიც ვიყავით, მე ელიავაზეც გავედით. ვიყიდეთ რაც გვინდოდა, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიარეთ, დღეს ძალიან ცხელოდა, ჯერ მანქანაში დავითუთქე და მე კიდე ცალკე ისე რომ დავდიოდით, არ ვიცი რა, საშინელი სიცხე იყო და მაგრამ მოკლედ ვიყიდეთ რაც გვინდოდა, კიდევ კარგი და მე ძალიან დაღლილები, ძალიან თან გშია, მაგრამ თან ისე გცხელოდა, რომ შიმშილის გრძნობას გაგვიქრა და გზაში მოკლედ ბავშვებმაც დაგვირეკეს, რომ როდის მოხალთო გშია. ხო და გადავწყვიტეთ, რომ ბარემ შაურმები გვეყიდა. გამოვიძახე და მალე მოვხა. ეს შაურმა. იქ იყო მოსანიშნო ნაკლები კეჩუპით, ნაკლები მაიონეზით. ორივეზე ნაკლები გავაკეთე შენზე და ჩემზე ჩვეულებრივი და ჩვენზე სტანდარტული გავაკეთებ. სადეთი რა კაია. და ყველას გამოვწერე ციცაკის გარეშე, მაგრამ ციცაკა ცალკე გამოვიწერე. გმინდოდა, ეგ მეთქვა შენთვის. ხო, ციცაკა ცალკე გამოვიწერე და ისა. და ფრი. ეს მამა მეპატიჟებოდა რაღაც სენდვიჩზე, ქათმის სენდვიჩზე და უარი უთხრა. რომანტიკა. ხო, იმიტომ რომ ისა ქათმის სენდვიჩები არ მიყვარს, ძალიან მშრალი. არა, კაი, ხო და მე მიყვარს ძალიან ეგეთი სენდვიჩები. შაურმაზე? შენ სენდვიჩები რა დავეთან ხო. შაურმაზე არც ვკითხე. ისე იმას გამოვიწერე და კაკრას ლაშასის მქონდა მითითებული ბარათი მივაჭირე. ფაქტის წინაშე დავაყენე. ხო და ესე მოკლედ ესე დავიღალე და კაია სახლი გრილია. ხო, თელი დღე იყავი, დილით წახვედი. თელი დღე ხო. და არ გამაღვიძე მაინც ათზე. შენ გაღვიძება საზრი არა აქვს. ნატალი ყოველდღე მეუბნება. გამაღვიძე ადრე გამაღვიძე, ვაღვიძებ და არ დგება და რა უყოვე ხო. ვერ გამოიძინებდა რა აზრი. და რა აზრია. მის ჩვენი შაურმა თან სალათიც გვაქვს დაჭრილი. და ნახეთ აბა ვიქვეგორია. ლაშასალის პომიდორის გარეშე და ჩვენი დანარჩენი ყოველსი ციტაკის გარეშე. პატარა ფრიც გამოვიწერე, ესეთი მისაყოლებელი. ციტაკის გამოვიწერე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ყრიან ხოლმე და ბევრ ჭამეს ეს მწარეს. ლაშა გამომართვა. ნიშნავს გარეშე. ჩავდო არ. ნიშნავს ნაკლები. ბევრი ჩაიქცია რა. გესმი რა. ციტაკა ამონიშნული, ამ ციტაკის გარეშეო რა. აბა ვინ გლავეს ეჭავს იმას ეკუთვნის კიდე ერთი შაურმა. შენ ციტაკის გარეშე და პომიდრით. ის პირველი მორჩება. პომიდრით? არ პომიდრის გარეშე. სო, მარიტასი კეჩუპი და ის არის მონიშნული. ეს ციტაკა ლაშა მიაყოლა. აია. მინდა. ცალკე. ის მიაყოლა და ფრი მიაყოლა და კიტრი მიაყოლა. მე კი რა გიყვე. ძალიან კაია და